მარში ძალიან კარგი იყო და მომწონს ეს სველობები ძალიან. კი გონია ჩვენს მერს რომ ჩვენ რაღაცა სისტემი ვართ ხო ვიცით. იმიტომ ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა იდენტობა ყველგან გვაქვს საერთო და შეგვიძლია ვიყოთ სხვადასხვა. ასაც ვიცით. სხვათა შორის ერთი რამე მინდა ვუთხრა მას, რომ იცით რა, ნამდვილად შემილია რომ სხვადასხვა მარშზე მივიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენ ეს გვაწუხებს და ეს ჩვენი ეს ნებაა და არავინ არ გზუდავს რომ მაინდა-მაინც. აი ხვალ მაგალითად შეგვიძლია მივიღოთ კალათბურთელების და კალათბურთის მოყვარულთა მარში. ძლიერი ფეხბურთი რო იყო. მოყვარულთა მარში. ხო, მაგრამ ნუ რაშია საქმე? ეხლა გუშინ რომ წავედ, ეს მარში მომწონს და ძალიან კაი მუხტია და რატომ არის კაი მუხტი? იმიტომ რომ ჯერ ესეთი შევიკრიბეთ დეზერტირის ბაზართან. ამას ყველაფერს აქვს თავის დატვირთვა. რატომ შევიკრიბეთ დეზერტირის ბაზართან? იმიტომ რომ იქ ყოფი ყველა ადამიანი ყოველ დილას მიდის დეზერტირის ბაზარში თავისი სხვადასხვა პატარა იქნება დიდი რესტორანი იქნება კაფე თუ რა ვიცი დიდი რესტორანი ყველა მიდის და იქ ყიდულობს იმ პროდუქტს რომელიც მას სჭირდება და საკმაოდ დიდი რაოდენობით. ამიტომ ლოგიკური იყო რომ ეს ჩვენი სფერო შეკრებილიყო. მე კი ნავთლუღის ბაზარი უფრო მიყვარს, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს ნავთლუღიდან ახლა რთული იქნებოდა მსვლელობა. შევიკრიბეთ დეზერტირის ბაზართან. ხოთაშორის შემჩნეული მაქვს, იმიტომ რომ ხშირად დავდივარ და მეც მიწევს პერიოდულად დეზერტირის ბაზარზე სიარული. რომ მივედით იქად რომ დავიწყეთ პირველ საათზე შეკრება ცოტა გრძლად მოვყვები ბოდიში მივხვდი რომ იქ მდგომი აი როგორ არის რომ შედიხარ დასაწყისში განსაკუთრებულად აგრესიული ადამიანები დგანან რომლებიც რაღაც პროდუქციას ყიდნენ რომლის პროდუქციასაც ჩვენ ვყიდულობთ სისტემად უკვე გიცნობენ მაგრამ მაინც ჭუბობენ გამოთქვეს უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით რომ რატომ შევიკრიბეთ ჩვენ იქ ეს ტელევიზიები ამდენი ხალხი რაღაცა ცოტა დაურღვიეთ ეგონათ რომ ყიდველს დაუფრთხობდით ხო არ ვიცი მყიდველს მაგრამ მთავარი მათი მყიდველები იქ ვიყავიდან სხვათა შორის აი რომ დაიწყეს ჩხუბი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ მოქონდათ ეს რაღაცა ურიკები რომ გაიწიეთ ყვიროდან აი კიდევ გადამიერეს ფეხზე რაღაცა მოკლედ მე თქვენ ჟურნალისტებს ვუთხარი და მთავარი ჟურნალისტებს ვუთხარი რომ მისულყვენ ამ ადამიანებს და ეკითხათ რომ აი ეს ადამიანები რომელიც ყოველდღე დადიან აქ თუ მათი წარმომადგენლები ყიდულობენ დიდი რაოდენობით პროდუქტს ისეთი მდგომარეობა ქვეყანაში ჩვენ ისევ დავჯექით ერთად პანდემია გამახსენდა ეხა რას აპირებენ რომ აი ეს ხალხი რომელიც არის ყველაზე მეტი გადამხდელი და გაფიცულია ეს ხალხი გაფიცულია იმიტომ რომ ზოგი გაფიცულია ზოგი ვერ მუშაობს ზოგი მუშაობს ღია მაგრამ აზრი არა აქვს ამ მუშაობს რომ არავის იქ ეხლა რო წარმოიდგინეთ რომ მე დავდო რომ ვაკეთებ რაღაც დეგუსტაციებს არის ფიქრებთ რომ გადავედი ჭკუიდან მართლა ხო ამიტომ ყველა არის მობილიზებული ერთ რამეზე იმიტომ რომ ჩვენ დგევართ დღეს ყველაზე დიდი საშიშროების წინ აი ეხლა შენ ახსენე 30 წელია მართლა ჩვენ 90 წელს სკოლას ვამთავრებდით ხო და იცი შენ და რაც მოხდა და შენი კლასელები იყვნენ ზუსტად რომ ორი ჩემი კლასელი დაიღუპა ხო ამდენი რამე გვქნა და მე ესეთი რამე საერთოდ არ მინახე ესეთი სისასტიკე ეს ტერორი ეს გაზი ეს ხალხი ცხოვრობს იქ და მეც იქ გავიზარდე და ვიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ჩვენ ვრჩებით პირისპირ მონსტრთან რუსეთთან და ის რისთვისაც ვაკეთებდით ამ ყველაფერს რისთვისაც მინდა ის რესტორანიც ის კაი პროექტით რატომაც წერენ ჩვენზე უცხოელი ჟურნალისტები ჩვენი გასტრონომია გაგვაქვს როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი იმისთვის რომ გავაცნოთ თემ სოფლიოს და მე ამის გამო შემოვიდნენ ჩვენ ქვეყანაში აი ეს ყველაფერი აი ესე აი იშლება. უხულასავით გვეშლება ამ ხელისუფლების უпроსორეთ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების და თან ყველაზე ძალიან რაც არ მომწონს რომ მე ჯერ ესეთი პირველ რიგში რომ თავიანთი ამ მომრჩეველი მოატყუეს პირველ რიგში ღირსებით რომ მიდიოდნენ ევროპაში ორ ფეხზე ისა ჩვენ თურმე ასკესკიგელით გვინდოდა თავიანთ ამორჩეველს ატყუებენ ყოველდღე გუშინაც მოატყუა კობახიძემ თავისი ამორჩეველი როცა უთხრა რომ ხუთმა ქვეყანამო დაუჭირა არ დაუჭირა მხარი აი ამ სანქციებს და ეს ყველი და ძალიან შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ რომ ეხლა ის მესიჯი რომ მე რა დაგემართა არის ეგ რაღაცა ისე ვიღაცა გეკამათება უნდა ეხლა კი აღარა მაქვს მაგის ნერვი რომ ვინმეს მაგაზე ვეკამათო მაგრამ 28 წლამდე შეაჩერა მხოლოდ ვინ დაავალა ვინ უთხრა რომ ჩვენ ადამიანები ამ ქვეყნის მოქალაქეები ის ადამიანები რომლებიც მუშაობთ თქვით დოვლად სამუშაო ადგილებს ჩვენთვის ეს არაფერი არ უკითხავს